მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიღებთ დიდი ჯახის მორიგ ეპიზოდს, სადაც თბილისსა და ბათუმის დაპირისპირებას ვიხილავთ ამ ადამიანების ვიდეოები ყველა სოც პლატფორმაზე, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ცეკვის ბიფი ქონდათ, მამაფლექსის მუსიკაზე, ყველგან თქვენი ვიდეოები იყო და სოც პლატფორმებიდან ახლა უკვე YouTube-ზეც გადმოვედით და მე ვიცი რომ თქვენი ანგარიში თანაბარია და ფრიარის, მაგრამ დღეს გავიგებთ დიდ ჯახს, რომელი უფრო უკეთ ითამაშებს. თბილისის გუნდიდან გუგა ფიფოთუ აჩი, ხოლო ბათუმიდან ლევანი ლუკა და დათო. მართლა გურთმევთ ვიტყვი, რომელი უფრო კარგად ცეკვავთ, არ ვიცი, მეც ესე თანაბარს დაუწერდი, მაგრამ ჯახში გადაწყდება ყველაფერი. ეს ცეკვა არ გეგმავთ ბიჭებო. ეს ჯახია. სერიოზული ჯახია. მე ცოტათი თბილისის მხარეს დავიჭერ, მე ცოტათი. მაგრამ მასპინძლობა ასევე არ მომცემს იმის საშუალებას, რომ აქეთაც რაღაცა ჰინტები არ მივცე ბიჭებს, აუცილებლად. აქ თუ წავაგეთ გეპატიჟებით ტრენდში, ბიჭებო. თავიდან რევანში. სანამ პირველ კითხვაზე გადავალთ, უღრმესი მადლობა ჩემს გენერალურ სპონსორს წარუდგეს ამბასადორი ბედს, იმისთვის რომ გვერდში მიდგას და მაძლევს საშუალებას თქვენთვის კონტენტის შექმნა. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ, გამობრძანდით თითო ადამიანი თუ შეიძლება ჯერ. გუგა იღებს პირველ დარტყმას და აქედან ლევანი იქნება მის პირისპირ. მე შეგახსენებთ, რომ 100 ქართველი ადამიანი გამოვკითხეთ და თქვენ მათ მიერ გაცემული 100 თბილისელი? არა, თბილისელი არა. იმედია მარტო თბილისელი არის. მაგრამ თქვენ მათ მიერ გაცემული პასუხები უნდა გამოიცნოთ. კითხვა ნომერი 1. რა შეიძლება გააკეთოთ თბილისი რა ქენი შეჩემ? ისმეთ. რა შეიძლება გავაკეთოთ თბილისი ბათუმი? თბილისი ბათუმი იქნება უეჭველი. დრო მაგ ხო 1:05 წამი უცემო. 1:15 წუთი. მოგესმის? მგზავრობა ძილი. გზაზეო და მეცე ვიფიქრე მგზავრობა. არა, ეს მახსოვს. რა შეიძლება გააკეთოთ თბილისი ბათუმის გზაზე და პირველ ადგილზე არის ძილი მეგობრებო! კითხვა მიგაქვთ თუ? მიმაქვს. რა თქმა უნდა. ბრავო. წაიგეს ხო? უარღადავს, აღოს. სტარტი ასეთი უნდა მეგობრებო. კითხვის პირველი პასუხი გამოცნობილი გაქვთ, მაგრამ სულ 8 პასუხია. 7-ია დარჩენილი. ასე რომ არ ვკარნახობთ ერთმანეთს, მონაცვლეობით ასახელებთ თითო პასუხს. ორი შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ, მესამეს თუ დაუშვებთ, კითხვა გადავა უკვე მოწინააღმდეგე გუნდთან. ლუკა გისმენთ? გზავრობისთვის რა უნდა გააკეთო? ჭამოთ. იქნება უეჭველი. ფიზი ჭამა არის მესამე ადგილზე 14 სწორი პასუხი. კარგია, მშვენიერია. მესამეზე და მეორე ადგილზე რამე უფრო მაგარია. მუსიკას უსმენ. ბრავო. მუსიკას უსმენთ. მშვენ სამეულმა პირველი სამეული გაცხლეს მეგობრებო. მეორე ადგილზე არის მუსიკას მუსმენთ. ეხა ჩემი ჯერია. 16 სწორი პასუხი, ისევ ეხა არის ლევანი. ერთი ზამ ძილი, მუსიკა, ჭამა. არა მხოლოდ ამ კითხვაზე, შემდეგ კითხვებზეც გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა კატეგორიის ხალხია გამოკითხული. არა ერთი კონკრეტული, ანუ ქალებიც, კაცებიც, შეიძლება მოზარდებით, შეიძლება დასრულებიც, ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ ბევრი ადამიანის პერსპექტივიდან იფიქროთ. გაგამხნევთ, მიდი ლევან, მიდი რაბე. რა შეიძლება, რო იცის, რა წეგრა გამოვიცანე, ეხა ძალიან ჩავა. არის გზავრე გუშინ წინ. რავი სიმღერა. სიმღერა. ხელი ლაშა, ხელი. არა, ხელის ჩამორთმების გარეშეც ერთი შეცდომა აქვს გუგა, მაგას კარგია. ერთი შეცდომა, სიმღერა არ არის მეგობრებო. სარგებლობთ საპირფარეშო. სარგებლობთ საპირფარეშო. ძალიან კარგი პასუხია. ძალიან კარგი პასუხია, მაგრამ მეორე შეცდომა. არა, მაგრამ მოფიქრე. აფაგართვი რა. 100 ქართველი ადამიანი 4 საათის განმავლობაში ძლებს არანაირი პრობლემა არ აქვს. სახლმანქანით მოდიან 100-ვე? 5 ჯერ გავჩერდი ჩვენ რა ვიცი. შეიძლება უფრო მარტივი პასუხებისკენ იფიქრეს რა, აი არ ვიცი, აი. ხო, ეხა ძალიან თულად. გზაზე ხარ და უცბად რა შეიძლება. თულად ფიქრობ ძალიან. სერიალს ან ფილმს უყურებენ. სერიალს ან ფილმს უყურებენ. გაილეწებ რას უყურებს მზადდება. უჭველი იქნება. აი ცოტა უცნაური პასუხია, მაგრამ მე-4 ადგილზეა თორემეტი სწორი პასუხი. სერიალს ან ფილმს ვუყურებთ, არის 12 ადამიანი იძახის ამას. აბა დაკლაჩავენ, ეხლა ისევ ლევანი ჯერია. მიდი ლევან. ჩვენ რო ვინგზავრეთ რა მოხდა იქედან მოყევია ხა და მეც რაფეს არ ვაკეთებ ჩვენ რა უთქვა. ნაზუქი მე არ მიყვარს საბადო, ვერ ვჩერდებით მის. არ მაკარნახებინო. თქვენ შეიძლება არ გიყვართ, მაგრამ შეიძლება
შეიძლება არ გვიყვარს? ბევრი ყიდულობს მას ფილმებში ხო გვინახე, მე ახარ მიყვარს ამჩა. ნაზუქებს ყიდულობს ხალხი, ნაზუქებს რო იქნებენ თუ რაღაც მასე ხო. ფილმებში გინახავთ. ფილმებში რა სერიალებში გვინახავს. მე არავის არ მიტანს. არა, ხო და შენ შეიძლება არ გიყვარს, მაგრამ მეგობარო, 8 ქართულ ადამიანს უყვარს ნაზუქის ყიდვა და არის მე-6 ადგილზე. დახურეთ. ანუ ნაზუქი იმდენად გამოკვეთილად ეწერა 8 ადამიანს, რომ უბრალოდ ჭამაში არ შევიყვანეთ და ნაზუქის ყიდვა არის მე-6 ადგილზე 8 სწორი პასუხი. ასევე გეტყვით, რომ აუცილებლად თბილისი-ბათუმის გზაზე და ისეაც ძალიან ბევრგან შეგიძლიათ, რომ შეიძინოთ და დააგემონოთ ჩვენი სანდომის უგემრიელესი ქართული, მაგრამ ასევე თანამედროვე ევროპული სტანდარტებით დამზადებული უგემრიელესი ვაფლი. შეგიძლიათ სხვადასხვა მაღაზიებში სანდომი არის ჩემი არხის ახალი პარტნიორი. მადლობა მას სპონსორობისთვის. აბა ლუკა, სანდომა მოგცა დამატებით 30 წამი და რა მოიფიქრეთ? ორი ვერსია მოქვს, ერთი ძალიან ერთი უნდა გამოუშვა. ყავას ვსვავთ. ყავას ვსვავ. მე ეგრე მგონია რომ იქნება. ყავა უეჭველი. რა გვახსენე ეგ უეჭველი იქნება. რატო არის სისურველი? არა ეგ არა უეჭველი იქნება. რატო არის სისურველი? მე-8 ადგილზე არის ყავის დალევა 4 სწორი პასუხი. ორი დაგრჩათ, მეგობრებო. თანხის გატა. ახლა ხდება? ჰა? ჩურჩულის ხმა მესმის. დაგვირეკე. რატოს უსმეთ? არა, რაღაცა სხვა. სხვას გაიგე. წასვლის დროს როგორ წავიდეთ? ეს ზადოა, შეიძლება დავისვენებთ. ძალიან კარგი პასუხია. მაგრამ არ არის. მე ჩამოგარს მეგობარო. ბრავო! იმიტომ რომ შენ ამ პასუხით გადაეცი კითხვა ახლა თბილისში. ერთი ვერსია მაქვს, რომელიც არ ვამბობ. თუ ეგ იქნება, გავგიჟდე შეიძლება, იმიტომ რომ ვერავინ ვერ იფიქრებთ მაგას და მე მგონი ეგაა. კარგი. ბოლოს ვიტყვი. გუგა, სანამ შენ დააფიქსებ პასუხს, ჯერ ფიფო გეუნება ერთ ვარიანტს, ან აჩი გეუნება ერთ ვარიანტს, თითო-თითოს გაგიშლები და მე შენ ან ერთ საერთოდ ან შესაც დააფიქსებ. შებერეთ მარტივია. მაგ გზაზე ყავასთან ერთად სიგარეტს არავინ ეწევა. აი ხანახ სიგარეტის მოწევა, იმიტომ რომ მგონია რომ სიგარეტის მოწევა ძალიან ისეთი თემაა. ფართო მასშტაბზე გადის და რატომ აი დამაც 6 და უფრო მეტი იტყოდა. მე რატომღაც გული მიგზავს და რატო არ ვიცი, სმარტთან გაჩერება მგონია, იმიტომ რომ ედიტებში მხდება მოკლედ თბილისი-ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოგონება არის სმარტთან გაჩერება და იქ ჭამა, იქ მაგრამ ეგ უკვე თემატური პასუხია. იქ შედის უკვე. მაგაში გეტყვით რომ ან ეგ შეცდომა არ არის. რაღაცას ეწერა რომ საჭმელს შევჭამ, სმარტთან გავჭერდები, იქ შევჭამ, ამიტომ ჭამაში შედის ჩათვალე. გაჩერებაში არ გადის ამ. არა, გაჩერებაში არ ვიცი ახლა. ბატონო, ლაშა აფიქსირებენ სმარტთან ხო, გაჩერებას. ეს არის აჩის ვერსია. ფიფო შეგაქვს ამის ახალი ვერსია? აუ ერთი ვერსია მქონდა. ეს ძალიან მარტივი. პროსტა რო გაიგებთ, აი ამ ხეს ეგრე შუბში ტკაცანის მე მეშინია ეგ არ იყოს გუგა. აი ეგრე ტკაცანა ესეთ ხმა იქნება. ხმა მაქვს? აფთიაქში გაჩერება? არ არის ცუდი იდეა ფიფს. სმარტთან გაჩერება, აფთიაქში გაჩერება და ბენზინში ასხვა. მივიღო ეს პასუხი. მივიღო. უეჭველი იქნება. მეგობრებო, მე გითხარით, კაი, ნუ ჩამოვართ მე, იმიტომ რომ ბენზინის ჩასხმა არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. ვიცოდი. რა იყო გთხოვ? გეტყვით ესეთ რაღაცას რა. მეხუთეზე არის სკროლოა. აი TikTok-ის გადაღება ვიფიქრეთ რა. სოციალური ქსელების გამოყენება ან სკროლოა. ტელეფონის გამოყენება რო გეთქვა, მაგასაც კი ჩაგითვლით თემატურ პასუხი. და ბოლო დასვენება არ იყოს გთხოვ? მეხუთე ბეჭდზე იყო ციგნის წაკითხვა. რატო დაგვავიწყდა რომ ჭკვიანი ხალხი რა არსებობს? უციგნურები ვართ. პირველი კითხვის შემდგომ ჯერჯერობით ბათუმის გუნდი დაწინაურდა 86 ქულით. გადავდივართ მეორე კითხვაზე. აუ სანამ კითხვაზე გადავალ თუ შეიძლება. სულ მინდოდა რომ ისარგებლო? ლაშა გელაშვილისთვის ისეთი ფოკუსი ჩამეტარებინა, რომელსაც ვერ გაიმეორებდა. დავაი გამოვში. მე შემიძლია ყური გავაქრო მეგობრებო. გამელოდით. 3 დღე მაგას მიგეთებს. მე შენთან კურსებზე ჩაწერილი ვარ, ხო? იმედია რაღაც შეღავთ. $700 ფოკუსი. $700 ფოკუსია, გასაგებია. ცოტა დამიგელი რაღაცა. მეც გასწავლი აქ და რაღაცეებს. ამ რაუნდში ჩემი სიმპათია მოიპოვა თბილისთან, ისედაც იგებთ და ამ რაუნდში ამათკენ ვიქნებით ძმაო. რამის խոս თუ გააქრობ ძმაო? შეიძლება? რატომაც არა. მე ახლა გავაქრო ჩვენი შანსები არ გააქვთ. აჩის. კითხვა ნომერი 2. რა ხმას გამოსცემს ავტომატი? და. მესამე ადგილზე არის ბაბა ან და და არის 13 სწორი პასუხი. თქვენ თუ ახლა გასცემთ ზემდგომ პასუხს. ეს რა ძნელი. ეს სამეერთო კითხვა ავიღეთ ბიჭო.
კაი. მაგას ვინ გააგებს? სხვათა შორის არის ესეთი პასუხი მე-6 ადგილზე პწიუ. როგორ სამი ადამიანია ამბობს. Star Wars-ში ხო გინახავთ პწიუ. აი ლაზერული იარაღი და სამწუხაროდ მე-6 ადგილზეა. წაიღებთ ამ კითხვას. მოვიყოთ ეს კითხვა. ჯობია რა წაიღოთ. იმიტომ გეუბნები რომ ანუ 4 პასუხია დარჩენილი. სადღაცას პირველ მეორე შეიძლება ამათმა გამოიცნო და მე ყველაზე რთული თქვენ უნდა აი წავიდე. მიგვაქვს. მოდი. ოკეი. სახში მიგვაქვს ეს კითხვა ოღონდ. კარგი, აბა გუგა გისმენთ? ბახ რო იყოს ბახ. ეს რო იყოს ბახ. ბახ. ბუხ. პირველ ადგილზე არის ბახ. 45 ადამიანი ამბობს ბახ. მე რა მეგონა იცი ეგ ბახ დახ ერთ იმაში იყო რა ანუ ეხლა People შენი ჯერია რა ხმას გამოსცემს ავტობუსი გადააბი ეხლა მე გადააბი. დრარი მეორე ადგილზე 22 ადამიანი ძახის 22 ადამიანი დარჩა ორი პასუხი რა მე-4 და მე-5 ორი ვარიანტი მაქვს ხო ისა და აშე ორი გაქვს კაც ძალიან მაგარი შეცდომაა მეგობრებო მე კიშტისოფი მეგონა ბიჭო ხოთაშორის ერთი ისეთია რომ გაიგებთ ეგრევე გაგახსენდებათ რაღაც აი თქვენ გუნდს განსაკუთრებით რაღაც გაახსენდება თქვენ გუნდს განსაკუთრებით რაღაც გაახსენდება აი შეიძლება ხა უფრო დაგაბნიოთ ამიტომ თრად ნუ ძალიან ღრმად ვიუყვები ხოლმე და არა და რა მაგ ბახ რაღაცა მაგასაც არა ხოთაშორის თრად მარტივი აღარ არის მაგრამ ერთი ისეთია რომ აი ეს როგორ ვერ გავიხსენე არ ვიცი რაღაც ისე ზგაბ არა ხო არ იქნებოდა იმიტომ და people მიდი პიპ უეჭველი უნდა გადავარო პიშველი პიპსო კაუნტერის იგროკი ხარ ეს რა თქვა? დახ. ოპა დახ მესამე შეცდომა მეგობრებო მეგონა მესამე ადგილზე ეს შევა სულ კითხვა გადადის ბათუმის გუნდისკენ ორი პასუხიდან ერთ-ერთს მაინც თუ გამოიცნობთ ქულები თქვენია თუ არა და 83 ქულა ჩაეწერება თბილისელებს დიშ უფრო ჩხუბის ვარიანტია დიშ აფიქსირებთ ხო ნუ მიღებულია დიშ მეგობრებო მე-5-ზე იყო რატატატატა ახ აუ იმსიხეს რატატატატა ვიცი როგორ უნდა გვეფიქრა რეპიდან უნდა გვეფიქრა რეპიდან ეს ეგრე წავა ვიფიქრე რატატატატა და მე-4-ზე რა იყო? იყო დუ აუ ეგრე როგორ უნდა გვაუწყო და 83 ქულა წაიღო თბილისელებმა 86 აბა პიპო მზად ხარ? დავაი პიპო პიპო გავამხნევოთ 3 გავამხნევოთ პიპო აქეთ ვიტყვი რომ ცოტაში უფრო შენ გაიგო რა რატო შეიძლება შეიცვალო შენ რო შეიცვალო სკამი კინოთეატრში წიმს რომ გეფარებოდეს. წიმჯდომი გეფარებოდეს იმდენად კარგი პასუხია პიპო რო პირველზეა ხო არის ხო? პირველ ადგილზეა მაღალი ადამიანი ზის და გეფარება 26 ადამიანი წამოიღე. ამას და არის პირველ ადგილზე წაიღებ კი, რა თქმა უნდა, მიგვაქვს. გასაგებია ამ კითხვას აქვს 7 სწორი პასუხი და პირველი გამოსობილია ლევონს აბა ხმაური გარშემო ვიღაცა პირის ან რაღაცა ხმაური გარშემო არის მეორე ადგილზე 21 პასუხი სწორი მაგ რო გამაგდეს მე წინა. ხმაურობდი და ლუკა აგზელებს შემთხვევით არასწორ ადგილზე დავჯექი და მე პატრონე მე თუ მოვიდა ჯდარ ხარ არასწორ ადგილზე კი და შემდეგ ბილეთის ნომრით მოსულან და უკაცრავად ჩემი ადგილი აი ესეთი 5 ადამიანის ყოფილა ამ 100 ქართულ ადამიანში რომელიც ამბობს ხვის ადგილზე დავჯექი და შეიძლება მაგიტო მე-7 პასუხი არის ეს აუ ბიჭო ძალიან ზოგადე და მაგია რა აი მეგობრე ანუ ჩემი ახლობლები სხვა ადგილზე და იქნა გადაჟდომა მათ გვერდით ყოფნა რატო არის ზოგადი შვენიერი კონკრეტული პასუხი გინდა რომ გადაждე ვიღაცა კონკრეტულ ადამიანთან. ერთი შეცდომა. შვენიერი შეცდომა იყო აზრიანი ესეთი იფიქრა და დაუშვა. გუგამ რაღაცა ნამიოკი მომცა შეყვარებული თუ გყავს ანუ შეყვარებული. კი, მაგრამ ეგ ხმაურში გავატარეთ. მაგრამ მე ცხოვრებაში ისეს არ ვარ ნაპოვი და ისეს რავს გავარ მე ვისუყვავარ. აი შეყვარებული არ მყავს არავინ. მე მიყვარხარ. ერთი ზამა. ჩვენ გვიყვარხარ. კაი დავიხარო ქუდი ერთი ჯობია. შეიძლება
ახლოს ზივარ და არ მინდა და უკან მინდა გადაჯდომა. ეგეთ რაღაც. ვერცმა ვერ მეთქი. არ ვიცი რა ვთქვი. არა, დაფიქსირებულია ეს პასუხი, უბრალოდ უნდა აგვიხსნა, უკან რატო გინდა რომ ახლოს ზიხარ და უკან გადაჯდე რომ უკან უფრო კარგად არ ვიცი. გაგიმარჯოს ღმერთმა, უკეთესი ადგილი რომ მოძებნო არის ესეთი პასუხი მე-6 ადგილზეა 8 სწორი პასუხით. აბა ლუკა გისმენთ? მე მაქვს პირდაპირ ვერსია, მაქვს აღარ ვიფიქრებ. ბევრს უბრალოდ თუ იგივეში გადის, რაც ხმაურში. თემატურში გავიხრი რა თქმა უნდა. ხო, მაშინ ანუ შეცდომად არ ჩაითვლება. არ ჩაითვლება. ჩემს უკან ან გვერდით მჯდომი შეყვარებული წყვილი მაწუხებს. ეს არ არის თემატური პასუხი. ეს ვაფშე სხვა პასუხია, ჩემო ლუკა. და მინდა გითხრა რომ სწორია ეს პასუხი, იმიტომ რომ არის ზედმეტად ინტიმური სიტუაციის გამო შეწუხდი. ვიყავი და მაწუხე. მეხუთე პასუხი არის ასეთი და ორი პასუხი დარგჩათ, სხვათა შორის მესამე და მეოთხე. ბატონ დავით უსმენთ? სკამია გაფუჭებული? შეიძლება გაფუჭებული. და უკეთეს სკამზე გადაჯდა რა. უფრო რბილს. ბრავო დავით. ბრავო დავით, იმიტომ რომ ასეთი პასუხი არის მესამე ადგილზე სკამი გატეხილია. და მეოთხე დაგრჩათ და თუ გამოიცანით, 100-ვე ქულას წაიღებ თქვენ მეგობრებო. არ ვიცვი ადგილს. არ შეიცვი, რაც არ უნდა მოხდეს, დარჩები ადგილზე. არ ვიცვი ადგილს. კაცი. ეს რა თქმა უნდა შეცდომაა. ლუკას უსმენთ? ვიცვლი ადგილს, იმიტომ რომ ფილმი უკვე სრულდება და მალე გავიდე გარეთ, მეჩქარება. საუკეთესო შეცდომა იყო. არა, სწორი პასუხია, ლაშას სახე ეგრე მეტყველებ. ძალიან კარგი პასუხია. მაგრამ არა. მე ძალიან მიყვარს რომ ეს პასუხი არ შემოხდა. რომ არ არის ესეთი პასუხი. იცოდ. და ახლა ერთი შანსი გაქვთ მხოლოდ. თუ ამას გამოიცნობთ, 100-ვე ქულა თქვენია. ყველას ერთი ვერსია გვაქვს და გუგა იწყოს ამ ვერსიას არც კი განიხილება და გუგა მოვიდა და გთხოვა ადამიანმა, რომ შეიცვალე ადგილი, ანუ შემიცვალე ადგილიო. და ჩვენ უპრობლემოდ ავდექით და შეუცვალეთ ეს ადგილი და ერთი წამი. და ეს პასუხი არის 87 ქულა წაიღო ბათუმმა! აქეთ გადმოვდივარ და რანაირად რა იყო პასუხი? სკამი არის დასვრილი, ან ცუდი სუნია. ფიფომ ეგერს თქვა. ფიფომ პირველი თქვა. კონდა ეგერსია? ფიფომ პირველი თქვა. უარ ხადაო. ესე მიკეთეს ბიჭო ამას მე ხელს აღარ ჩამორთო და უჯიხი რა. მაგას აკეთებ. 173-ით 83 ჯერჯერობით და გადავდივართ მეოთხე კითხვაზე. ჩვენთან ნახეთ არ არის უბრალოდ დაპირისპირება, აქ Porsche და BMW უპირისპირდება. Gran Coupe 2-დან 2 Twin Turbo საუკეთესო ბათუმში თეთრი. დასახელეთ, ვისი დანახვა არ გაგიხარდებოდათ ბანკომატიდან თანხი. დავასწარი. თანხის გამოტანის დროს სავარაუდოდ. ვიტყვი. აბა გისმენთ? მევალის. კარგია. ყველაზე პირველი უნდა იყოს ალბათ, ხო ლაშა? პირველ ადგილზე არის მევალე, იმიტომ რომ კითხვა იყო, ვის დანახვა არ გაგიხარდებოდათ ბანკომატიდან თანხის გამოტანისას და პირველ ადგილზე არის მევალე 48 ადამიანი იძახის და აქვს 7 პასუხი. მიგააქვთ? წავიღებთ. ცადოთ, თუ რამეა ბიჭებს უფრო მეტი შანსი აქვთ, ხო? არა, პირიქით არის. თუ შენ მიგაქვს ფილტრავ პასუხებს. კაი, შენი Porsche უფრო მაგარია და წავიღებ კიდეს. რატო აღწერეს? სხვა ვერსია. რავი, ახლოს მაგაცო არ დამინახოს რომ ფული იმაქვს რა. მიღებულია ძმაკაცი მეგობარი, ახლო ძმაკაცი მეგობარი არის მე-6 ადგილზე 5 ადამიანი იძახის. აი, ასეთი ძმაკაცია დათო. რო იცოდეთ, ასე გამოაქვს ფულები. ძმა, ალბათ ძმას ვიტყვი რა. იტყვით? კი. ცალკე ძმა. ცალკე ძმა. ძმა და რა. ძმა თუ და? ორივე. შეიძლება როგორ არის? მესამე ადგილზე არის ოჯახის წევრია ნათესავი. ზოგს ეწერა პატარა ძმა არ გამიხარდება, იმიტომ რომ ეთყობა ფული გამომაქვს და ვიღაცა მომთხოვს. ეწერათ ასევე ცოლიც ქმარის და ვიღაცას ნათესავი. იმიტომ ოჯახის წევრი და ნათესავები გაერთიანებული პასუხი არის მესამე ადგილზე. ამბობს 13 ადამიანი. ვაგრძელებთ. კრედიტ ოფიცერის ჩემი. ხო, რა, საბანკო მოხელე. კრედიტ ოფიცერი. ხო, ნუ არ არის ეს პასუხი, კრედიტ ოფიცერი არ არის. ვაგრძელებთ. შეყვარებული. შეყვარებულის? არ არის. შეცდომა არის. ჩართულია. მართულია, მართლა რთულია, იმიტომ რომ ვისიო, ანუ ადამიანზეა. დეხენა გამომიტანია თან ხარცმა. ის ხვდები. არ მაქვს ფული, არ მაქვს და რა გამი. მაშინ შენ წარმოიდგინე რომ შეგაქვს. ალბათ რომ მოგადგებიან და მოგეუნებიან და მეხმარე რა მითო ალბათ. შეიძლება წუხდება ადამიანები. მე გამიხარდა მე დავეხმარები, როცა მაქვს დავეხმარება რა. შეიძლება ვიღაცა მეგრე იფიქრე. შეიძლება ვიღაცა მეგრე იფიქროს რომ მე ეგეთი არ გეგონა. არა, თუ ამას ამბობ, ესე იგი ეგეთი ხარ ლევ. არ მინდა არ მაქვს. თუ არ ხარ, მაგას ვერ იფიქრე. არ მაქვს, გადავიდეს ვინდა. არის ესეთი სწორი პასუხი. ციგანი მეორე ადგილზე.
კითხვაზე. 14-ის პასუხი. ჩვენ როგორც ვთქვა და არ გვიძოდა როგორ თქვა კაროჩე. არის ესეთი, ანუ შეიძლება არ გულისხმობ, რომ არ დაეხმარ. უბრალოდ არა კომფორტული გარემო შეიქმნება და მაგიტომ შეიძლება ვიღაცა მიხიქრება. ხო. აბა, ლუკა. რახან ანუ ხალხის იმიდან გამოსახედიდან შეიძლება არ გაგიხარდეს. აი ესეთი ადამიანის რა მალე ძმა რა მეც გამომაქვს, რო წუწუნებს უკან. რო წუწუნებს და ეს მესამე შეცდომაა, მეგობრებო. ვერას დროს რომ ამოღამებ, როდის გვაქვს სწორი და როდის არასწორი პასუხი. ლაშას აღარ უყურებ პასუხს როდის. ბატონო გუგა, შეგიძლიათ ახლა შევხედოთ. ახლა გულწრფელი ვარ, ავთენტური ვარ. თქვენ ეგრევე გით. ერთი შანსი. აი. მე შეგიძლიათ გააჟღეროთ ვერსიები. აი გავაჟღეროთ. ერთი ვარიანტი არის მძარცველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტრენდი არის. აი ის ტრენდი ბანკომატთან რო ტიპით გასდა გამოაქვს თან ხა და მძარცველი ხდება ბანკომატთან და მძარცველი ეხმარება და ეხმარება. მეორე გვაქვს ხაზიკა. მინა? ხაზიკა. აუ, ეგე საინტერესო პასუხია. და გუგა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ამ ორიდან ერთი უნდა გავიჩიო უგა კაროჩე. და ჩვენი ვერსიაა მძარცველი. უეჭველი უნდა იყოს რა ბიჭო, ვიღაცა უეჭველი დაწერა. ჩემო ბაჩი, შენ თავიდან მართალი იყავი, რომ ამ ორი ვერსიიდან ერთ-ერთი სწორია. და ეს სწორი ვერსია არის მძარცველი მეხუთე ადგილზე 7 სწორი პასუხით. მეოთხეზე იყო მეზობელი ნაცნობი ან უბნელი, ანუ ათად ძალიან ახლობელი, აი ახლო ძმაკაცი და მეგობრები იყვნენ ერთად, მაგრამ აი ნაცნობი უბნელი იყო ერთად. და ბოლო ადგილზე იყო ყოფილი. ხო, რომელიც შეყვარებული თქვით, რაღაცნაირად თემატურად ვერ ჩავთვალეთ. ძარცველზე მეც არ გამიხარდებოდა ბანკომატიდან ძარცველი დავინახო, ამიტომ მე ნაკლებად გამომაქვს ხოლმე ბანკომატიდან ქეში მე უფრო ონლაინ გადარიცხვებს ვაინჭებ უპირატესობას და მეგობრებო, თუ თქვენს ძირითადად გიწევთ ხოლმე ონლაინ გადარიცხვა და განსაკუთრებით გიწევთ ასევე საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელება, MyCredit mobile აპლიკაციაში შეგიძლიათ ისარგებლოთ საერთაშორისო გადარიცხვის სერვისით 50-ზე მეტ ქვეყანაში. საკომისიო არის ფიქსირებული სულ რაღაც $5 ან €, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად იცით რა თანხამიდის ადრესატთან ყოველგვარი ზედმეტი და გაურკვეველი ჩამოჭრების გარეშე და რაც მთავარია, თანხა ისახება უსწრაფესად მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. ასე რომ შეგიძლიათ გადმოწეროთ MyCredit mobile აპლიკაცია და მართოთ თქვენი ფინანსები უფრო კომფორტულად და შეღავათიანად. As 73-ით 167-ით ძალიან თანაბარი ბრძოლა თბილისსა და ბათუმს შორის მეხუთე კითხვაზე გადავდივართ. დაასახელეთ, რისმა ხმამ შეიძლება გააფუჭოს რომანტიული რომანტიულზე უკვე ან საღამო, ან ვახშამი ახლა მიდი და იმჯერ. აუ, ჩემი ქონია რომანტიული საღამო ვაფშე. აი. ქონია. ქუჩაში ჩატარებულმა სამუშაო პროცესებმა, ანუ გზის გადათხარნა და ისინი რომ ტრაქტორები და ისინი რომ მუშაობენ. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში. დაასახელეთ, რისმა ხმამ შეიძლება გააფუჭოს რომანტიული ვახშამი. ხმაური რემონტი გადათხარა რაღაცა მეოთხე ადგილზე არის ესეთი პასუხი. დრელი ხმაური, რასაც აუცილებლად ჩაგითვლი 10 ადამიანი აქვს, მაგრამ მეოთხეზეა. ამიტომ ახლა აჩის უსმენს. გუგა რა ხდება გუგა? მოკლედ ეხლა შეიძლება გააფუჭოს, მაგრამ გვერდზე მაგიდაზე ყოფის ცუდად ჭამის ხმამ. აი კონკრეტულად ეს პასუხი მიიღეთ და დარწმუნებული ვარ რომ მართალია. წავედი მე. გვერდზე მაგიდაზე მჯდომი კონკრეტულად ვიღაც ტიპის სუდმა ჭამის ხმამ ასეთი პასუხი არ არის ვაფშე ჩემს. ამხელა ბმულის არაა რომ დაწეროს. გეუბნები მოგზავნილი. რომ მარტივად იმიგრეს მოგზავნილი. წაიღეთ და ბოლოს შეგან მოისო შეეწამოთ გულებს ეგ არ იქნება პრობლემა. აბა გისმენთ. სულ არის 7 პასუხი, აქაც 7 პასუხი. რისმა ხმაურმა? მუსიკა. მუსიკამ შეიძლება, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად შეიძლება რომ რომანტიული ვახშამი ლამაზმა მუსიკამ გაგიფუჭოს. ლამაზმა მუსიკას გააჩნია. სიმღერას დარბა წყნარმა მშვიდმა რაღაცა ტანგოს როცეკვავენ იქ და შეიძლება გააფუჭოს. სანთლის შუქებზე რაღაც ეკვებს. არა, სხვათა შორის რომ დაფიქსდე არ არის ცუდი პასუხი. აი, ცუდმა მუსიკამ შეიძლება გააფუჭოს, მაგრამ ჩემო ლევან ასეთი პასუხი არ არის. ტელეფონის ზარმა რა. ტელეფონის ზარი არის მეორე გაგია. პასუხი. ბრავო. ტელეფონის ზარი. აქ იყო რომ ცოლის ზარიც იყო, ქმრის ზარი იყო და ტელეფონის ზარი გაერთიანდა რა. აბა? ჩემი პასუხი? დიახ.
შემოსულ ადამიანმა გააფუჭო სიტუაცია რა. შეიძლება იყოს მეგობარი, ახლა ანუ ვიღაცა გავლელი მის მისმა ხმამოთ რა. კიდე 21 ვარიანტი თქვი რომ შეიძლება გაგიყვანოს სიტყვასში. აი შეიძლება იყოს ადამიანი მაგი და მიმტანი. უცხო ადამიანი. ხო რა. ნაცნობი, უცნობი დანა ჩანგლის ხმა შეიძლება იყოს. რისმა ხმამ შეიძლება გააფუჭოს. რაღაცის ხმამ. არის ესე თქმა, რაღაცის ხმამ არის მეგობრებო, მაგრამ კონკრეტულად რომ დააკონკრეტოთ, ეს არის მიმტანი ოფიციანტი? არა, უცნობი ადამიანი. უცნობი ადამიანი. უადგილოდ რომ შემოდის. უადგილოდ რომ შემოდის. აი ეგრე გეთქვათ მე. მეორე შეცდომა მეგობრებო. და ლევანი. მე არ მყავს არავინ. კლაჩერი ლევანი. კლაჩერი ლევანი. როგორც ამის ხელის ჩამორთმევის აღარ ჯერა, ისე აღარ ჯერა შენ. როგორი მარტივია და მე ძალიან სხვა მე გავხდი. გეტყვეს რა. პირველ ადგილ რა პასუხს არის? 46 ადამიანი იძახის. არ ვიცი. ტელევიზორი. ტელევიზორის უეჭველი არ შეგიძლია ამის სხვა მითხრა. რა დონეზე არასწორია? რავი სხვა ადამიანის არ ვიცი უცნობი მიმტანის. და მაგი მიტაი ხო იყო. მიმტანი იყო. ხო იცი ეხლა ვარიანტებს უცვლი? კაი, მართალია ლაშა. მართალია ლაშა. ტელევიზორი არ არის მეგობრებო. გადმოდის კითხვა თქვენთან, მხოლოდ ორი პასუხია გამოცნობილი. აბა, აჩი. ბუნებრივი მოთხოვნილება, აი მუცელის ბუყბუყი. მუცელის ბუყბუყი. ან თუნდაც გაზზე გასვლა და რაღაც გავსი. გასაგები. მიღებული. აი მე არ მგონია კაროჩე. ეს აი ვისაც გინდა დაგენიზლავებით რომ ეს პასუხი არ ვიღოთ მართლა ვიძახო. ხო იცი, ყოფილი თქვი ბიჭო, ყოფილი თქვი. წარმოვიდგინე გოგოსთან ერთად ხარ ამ რაღაცა დიჟენაში ხარ და გესმის ყოფილი შეყვარებულის ხმა. იასნერო არ გაგისწორდება დაიძაბები, მაგ კუთხით. პიპო, შენ რამეს ამბობ სხვას თუ ემხრობი რომელიმეს? ყოფილი გეძახის. ემხრობა აჩის. ამიტომ აჩი უნდა გააწყდეს. არ იცვლება ჩემი გამოთ. ყოფილი. კაი, მოდი ხმეს ტრანს კითხო რა. მუცელის ბუყბუყი სხვა არის და გაზები არის სხვა. რომელს აფიქსირებ? ხო რა ახშამზე უკვე ჭამ და ვერ იქნება ეგ ბუყბუყი მუცლის რა. ფშიერზე არის. ამიტომ კუიზავ. გაზზე გასაგები. გაზები ბუნებრივი მოთხოვნილების შეაწუხა ადამიანს და გაეპარა. და ხმა გაიგო პარტნიორი. მე გეტყვი ასეთ რაღაცას. მე გითხარი რომ ეს ორი იყო განსხვავებული პასუხები. თქვენ რო აგერჩიათ მუცლის ბუყბუყი, მუცლის ბუყბუყი იყო მესამე ადგილზე 11 სწორი პასუხი. მაგრამ თქვენ აირჩიეთ გაზები, რომელიც პირველ ადგილზეა 46 ქულით. 72 ქულა დაემატა თბილისის გუნდს. ბრავო. ეს იყო MVP ქცევა ძმაო. 173-ით 229-ით ჯერჯერობით თბილისის გუნდი ლიდერობს, მაგრამ ბოლო გადამწყვეტი კითხვის დრო არის. ჩვენ რა არა ჩამორთ ჩვენ ძმა ფიფსა. კითხვა ნომერი 6. გადამწყვეტი ძალიან დაძაბული თამაშია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთლად მშვიდად ვერ ვიქნებოდი თქვენს ადგილას და უფრო მეტად მოტივირებული ვიქნებოდი ბათუმის გუნდის ადგილას. რომელ ცხოველს გავს შენი პარტნიორი? რა პარტნიორი? რომელ ცხოველს გავს შენი პარტნიორი, ოღონდ ვერ დავასრულე, რაღაცა შეიძლება იყოს. აბა გამოვიშვი. კნუტი. კატა, კნუტი. უეჭველი იქნება. მე ჩამოგართმევ ხელს და მე გეტყვი რომ ეს პასუხი არის დათან მეორე ადგილზე. კატა არის 18 ადამიანი აფიქსირებს და კითხვას ეხლა დავასრულებ. კლაჩერისთვის შეიძლება და კლაჩოს. რომელ ცხოველს გავს შენი პარტნიორი, როცა გაბრაზებულია? ძაღლი რა შეუძლია ცხოველი თქვი ძაღლი. ძაღლი არის ეგ პასუხი ძმო. მესამე ადგილზეა და ტიპები წერდნენ ძაღლი ჩიხვახვა. და არის 15 პასუხით. People, კითხვა შენი უფრო მაღალ რა თქმა უნდა წაიღებს, შეიძლება დაუბრუნდეთ მაშინ. აჩის ჯერია, სამ ჩვენი თბილისელები იფიქრებენ, მე გემრიელად მივირთმევ, თუ შენ გაგიმარჯოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას. აიხარე გემრიელად მივირთვით. ჩემი პასუხი იქნება ზაზუნა. გაბრაზებული ზაზუნასაც ნახე. არ არის ეგეთი პასუხი, მეგობრებო, პირველი შეცდომა. დათვი. დათუნია. დათვი არის მეოთხე ადგილზე, დათვი, პანდა. 13 სწორი პასუხი. ვეფხვი. ვეფხვი. იქნება უეჭველი იქნება. ჩემო ლევან, შენ რომ ვეფხვი გეთქვა, შენ ამ კითხვას წაიღებდი, იმიტომ რომ პირველ ადგილზე არის ლომი, ვეფხვი, გაერთიანებული 20 ადამიანი, პიპო, საღო? 20 ადამიანი ამბობს ბაჭია. ბაჭია. გავხსნე ძმაო. დღეს კარგად თამაშობენ. განსაკუთრებით აჩიმ
მაგრამ ეს მეორე შეცდომა. აუ, ეხა ბაჭია. მეორეა, დაიკიდე, მეორე. ბოლო 3 დარჩა. შეცდომას თუ დაუშვებ, ჩათვალე გამარჯვების შანსს აძლევ ბათუმელებს. მაიმუნი. მაიმუნი რო არ იყოს, ყველაზე მაგარი ცხოველია, ყველგან შეიძლება მოერგოს. ეს უოჭველი ნახდი ჩამართვება, ჩამოვართვი უოჭველია. უოჭველი. მაიმუნი შიმპანზე არის მეხუთე ადგილზე. 10 სწორი პასუხით მაიმუნი შიმპანზე. უეჭველი იქნება. ჩემი პარტნიორი გავსო ვიღაც ამბობს შიმპანზეს. აგზეთ, 2 პასუხია დარჩენილი. პასუხი მაგ. გამოუშვ. ჩემი პასუხი არის ვირი. ჩემი აი ჩვენ მქონდა ეგ შეიძლება არ იყოს გქონდა მაღაზია ვლაპარაკობთ რამდენი ხანი იყო. მე არ მეგონა ვირი თქვენ არა, ნუ იდეა გქონდა. ერთ-ერთი ვერსია იყო რა. ძალიან კარგი თუ ამ ვერსიას განიხილავთ, იმიტომ რომ ახლა მოგიწევთ თავიდან განიხილოთ სხვა ვერსია, იმიტომ რომ ესეთი პასუხი არ არის. კარგია, ბრებო. მაგარი პასუხი. მაგარი პასუხი. და ჯიუტი ვირი. კითხვა გადადის ბათუმელებისკენ. მეგობრებო, 2 პასუხია დარჩენილი. ჩემი ვერსია არის მაგალითად კაკანზე წავედი ქათამს გავასვრა უიზარბათ ქათამი არის აი ეგ ვერსიას ვარ ვიჩება რა ხასაგებია. აბა, ლუკა, ჩემი ვერსია არის მარტივი პასუხებიდან ერთ-ერთი მგელი რა, ანუ დათვს და ლომს თუ გავს და ვეფხს შეიძლება მგელსაც გავდეს. ხასაგებია. ჩემი, რა ვიცი, ვეშავ, ლოქოს მეთქვა რა, აუი. ლოქო გაბრაზებული არ ცხენი უნდა გეთქვა. თქვენ ერთ სიტყვით მეორე სიტყვის თუ არც ეს არ აიჩევთ და სხვას დააფიქსირებთ. პარტნიორზია გითხოთ ვიღალე შეცვალე დაიგითხვები შეყვარებული და სიყვარული ცხოველის ამღოლია რა ასე ლეო პირველი. გელი ოსა გელი იქნება ცო მე ეგრე მგონი არ მგონია რომ იყოს მე ერთ შეიძლება რაღაც თქვა, სანამ პასუხობთ. ლაშამ დაგეხმარა თქვენ. ადამიანმა გამოგიწოვა დახმარების ხელი და იქნებს სხვა ხომ არ აირჩევდით მეგობრებო. ლაშამ თქვენ ეგ შანსი მოგცემთ, თუმცა თქვენ ხელიდან გაუშვით. მე ცხოვრებაში ჩემ შანსს ვერ ვიყენებ იმიტომ რომ არავინ არ მყავს არასდროს ცხოვრებაში აჩის ლოგიკა სხვათა შორის, რაც თქვა. თქვენს მე გაჟღერებული 3 პასუხი და მე თქვი რომ თუ გინდა საერთოდ სხვა თქვი. არ არის. მე-6 ადგილზე იყო გველი. რაუ რა მარტივია 9 სწორი პასუხი. ძალიან მარტივი. პირველი პასუხის ქულა შემეშალა მეგობრებო 20-ის ნაცვლად 30 არის და ვასწორეთ. და მე-7 ადგილზე ალბათ გიგიათ კიდევაც გამონათქვამი გააფთარებული იყო. აფთარი არის 5 სწორი პასუხი და გამარჯვებულ გუნდს თბილისს მივულოცოთ. ძალიან საინტერესო დაძაბულ ჯახში ბიჭებო იმარჯვეს. ლაშა, ეხა ჩვენ შეგვეძლო როგორი რაღაც გავაკეთებენ, აიცი? აი ეგ ჩვენ თავიდან რო დაგვიწყეს ამათმა ეითით დაგვემთავრებია. მაგრამ წავედით და ერთად. იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვართ, ზვაო. მადლობა მეგობრებო იმისთვის რომ გვიყურეთ. მადლობა ჩემს სპონსორებს, გენერალურ სპონსორს ამბასადორ ბეტს, კრედოს და ასევე სანდომს. აუცილებლად გლიჯეთ ლაიქს და ლაიქეთ, გამოიწეთ არხი და შემდეგ შეხვედრამდე.